მოგესალმებით, ჩემო სიხარულებო, ჩემო ძვირფასებო. ძალიან მახარებს თქვენი არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თქვენგანს პირადად არ ვიცნობ, თუ არ ჩავთვლით პირად კონსულტაციებიდან გაცნობილებს, თქვენი ენერგიებით დამერწმუნეთ და დამიჯერეთ, რომ იმდენად ახლოს ხართ ჩემთან, რომ დაუსწრებლად გიცნობთ. ასე რომ არა ეს სივრცე არც და ვერც შედგებოდა და შეიქმნებოდა. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა იმ მუხტისთვის, რა მუხტსაც თქვენ მაძლევთ და იმ სიყვარულს და სითბოს, რომელსაც ვგრძნობ თქვენგან. დღეს მოგიმზადეთ გაშლა, ასეთი თემატური გაშლა, შემოვა თუ არა თქვენს ცხოვრებაში ახალი პარტნიორი. მას ასე, მოდით მე სანამ დასწრას მოვამზადებ, თქვენ ჩაიფიქრეთ, იფიქრეთ ამ თემაზე და კიდევ მინდოდა მეთქვა, მეც მინდა თქვენ, ასე ვთქვათ, გაგახაროთ და პატარა სიურპრიზი გაგიკეთოთ, რომელსაც გავაჟღერებ მომდევნო კვირის დასაწყისში. დავდებ ერთგვარ პოსტს, ეს იქნება ჩემი პატარა საჩუქარი თქვენთვის და ასე რომ ყურადღებით იყავით. კარგით. მას ნახოთ, შემოვა თუ არა შენ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი. ნახოთ დღეს რას გვეტყვის ტარო. დარწმუნებული ვარ, ყოველივე საუკეთესოს გვეტყვის, როგორც ყოველთვის. შემდეგ ხარ თუ არა მზად ახალი ურთიერთობისთვის. ნახოთ, რამდენად ხართ მზად ახალი ურთიერთობისთვის, ჩემო ძვირფასებო. ხარ თუ არა მზად ახალი ურთიერთობისთვის? შემდეგი კითხვა იყოს ასეთი. თავარი თემის, ვინ შემოვა შენს ცხოვრებაში? ნახოთ, იმიტომ რომ ხანდახან ხდება, რომ ჩვენ შეიძლება ახალ პარტნიორს ველოდებით, მაგრამ მოულოდნელად შეიძლება დაბრუნდეს ძველი ყოფილი პარტნიორიც, ხო? ასე რომ ნახოთ, ვინ შემოვა შენს ცხოვრებაში. ნახოთ, ვინ შემოვა შენს ცხოვრებაში. აი, ესე დავდოთ. და ბოლოს მოდით ავიღოთ რჩევა მაღალი ძალებისგან. რჩევა მაღალი ძალებისგან, ნახოთ, რას გვირჩევენ მაღალი ძალები. ეს აშკარად მზად არის. ნახოთ, რას გვირჩევენ მაღალი ძალები. მას ასე დავიწყოთ. რა ხდება ახლა შენ ცხოვრებაში? რა ხდება ჩემო სიხარულებო და აქ მე ვიტყვი, რომ ვიღაცამ დაასრულა ძველი ურთიერთობა. აქ მე ვერ ვეტყვი იმას, რომ დაასრულა, ცუდად დასრულება, მოდით ესე ვთქვათ, სიტყვა ცუდი დასრულება ბჭყალებში, ჩხუბით და ორომტრიალით არა, ძალიან მეგობრული დაშორება მოხდა აქ, თითქოს წყვილი, რომელიც შეთანხმდა, აქ შეიძლება დარჩა თქვენ შორის მეგობრული ურთიერთობა. დღევანდელი თემა იქნება ასევე პარტნიორზე, რომელიც ფიქრობს და აპირებს ძველი ურთიერთობის დატოვებას და სურს ახალ ურთიერთობაში წასვლა და ცითაი ძალიან სწრაფად და ძალიან მალე მოხდება თქვენს მიერ გადაწყვეტილების მიღება. მოდით თავშალოთ ეს პოზიცია, თუ რა ხდება
თქვენს ცხოვრებაში. მე აქ ვხედავ ქალს, რომელიც ძალიან დიდ განცდებში არის და ფიქრებში არის მიცემული, გადაწყვეტილების წინაშე დგას და თან ვერ იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ვხედავ რომ აქ აქვს რამოდენიმე წლიანი ურთიერთობა, შესაძლოა აქ იყოს ოჯახიც და ამის გამო უმძიმს გადაწყვეტილების მიღება, დაასრულოს ეს ურთიერთობა. თუ დარჩეს ისევ ამ ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი გული სხვა ადამიანს ეკუთვნის, მაგრამ იაზრებს და იცის მაინც ოჯახის ფასი და ამიტომ ამის გამო ორჭოფობს და ძალიან დიდი გადაწყვეტილების წინაშე დგას. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ, ხართ თუ არა მზად ახალი ურთიერთობისთვის, ხომ? ნახოთ, ხართ თუ არა მზად ახალი ურთიერთობისთვის. ჩემო სიხარულებო, ესე იგი, აქ ამოგვივიდა, რომ ადამიანმა დაამთავრა ურთიერთობა და თითქოს არის მოლოდინში ახალი ურთიერთობის დაწყების და მეორე პოზიცია იყო ადამიანი, რომელსაც აქვს ოჯახი, მაგრამ ამავე დროს მის გულში არის მეორე ადამიანი და ამის გამო იგი არის გზაგასაყარზე, არ იცის, ასე ვთქვათ, რამდენად უღირს ოჯახის დატოვება და ახალ ურთიერთობაში, ანუ სხვა ურთიერთობაში გადასვლა. ადამიანი, რომელიც არის აი ამ პოზიციაში, ხო, აქ ისით მოუვა თითქოს, ასე ვთქვათ, აი ინსაიდი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს აი უცბად გაუნათდება გონება და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ აქ არიან თან მაღალი ძალები ჩართული, თითქოს ცით როგორ აი ეს სწორედ მინდა რომ აგიხსნათ, თქვენ ახლა შეიძლება იყოთ ისეთ მდგომარეობაში, თითქოს გონება გაქვთ დაბინდული, ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებას, თითქოს ცხოვრება ავტომატურ რეჟიმში მიდის, ტრიალებს ყველაფერი და სადღაც აი ასე ვთქვათ სიზმარში გონიათ თავი, თითქოს ეს ყველაფერი თქვენ თავს არ ხდება. ამიტომ აქ ერთვებიან მაღალი ძალები და მიდის თქვენი გამოფხიზლება. თითქოს ხელს გკრავენ და შეგაგდებენ რეალობაში, ანუ და სადაც თქვენ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას. აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკვე გექნებათ პაუზა იცით რა მხრივ, ანუ თქვენს გონებაზე აღარ იქნება ესეთი დონის ზეწოლა და თქვენ გადახვალთ უფრო, ასე ვთქვათ, მოდით აი ეს სიტყვა მინდა ვიხმარო, light ვიბრაციებზე, ანუ აი ის მძიმე პერიოდი, რაც არის ახლა თქვენს ცხოვრებაში, ხო? უფრო გასაგები რო იყოს, ესე ავხსნი, წარსულში დარჩება და მოგეცემათ აი შესვენების, ანუ დასვენების, ცუდი ემოციებისგან დაცლის პერიოდი, იქნებით იმ სიტუაციაში და იმ გარემოში, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობთ, სადაც სიყვარულით ხართ აღსავსე და აი ამის შემდეგ უკვე დაიწყება თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი. მე აქ ვხედავ, რომ იქნება ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა, ამიტომ აქ ძალიან დიდი არის იმის შანსი, რომ თქვენი გადაწყვეტილება ზუსტად იქნება არა ოჯახიდან წასვლა, არამედ ზუსტად ოჯახში დარჩენა, ეს ოჯახი უფრო მეტად გამყარდება და გადავა ურთიერთობა ახალ ეტაპზე. ხოლო იმათთვის, ჩემო ძვირფასებო, ვინც დაასრულა ურთიერთობა და არის მოლოდინში ახალი ურთიერთობის, იცით როგორ ვითარებაში იმყოფებით, თითქოს ხართ მზად ამ ახალი ურთიერთობისთვის, მაგრამ თქვენი შინაგანი ფიქრები და ქვეცნობიერი, გავიხსენე ეს სიტყვა, თქვენი ქვეცნობიერი მაინც არ არის ამისთვის მზად. ქვეცნობიერად თქვენ ისევ იმ ძველ ურთიერთობას, ასე ვთქვათ, მის სტილით, ბჭყალებში ეს სიტყვა,
იმიტომ რომ ძალიან დეპრესიული პერიოდი გამოიარეთ თქვენ ამ ურთიერთობის დასრულება მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, პრობლემური ურთიერთობა, ეს ურთიერთობა ძალიან დიდი პრობლემებით არ დასრულდა და თქვენ შესაძლოა მეგობრებადაც კი დარჩით, ანუ კარგი ურთიერთობა გაქვთ, მოდით ასე ვთქვათ, ხო? აქ შეიძლება შუაში იყვნენ შვილებიც, რომლებიც გაერთიანებენ, ეს რა თქმა უნდა, საჯარო გაშლა არის ჩემო ძვირფასებო და ვერ ვიტყვი, რომ 100-დან 100% ესეა ყველაზე, ხო? ანუ ყველამ თქვენ სიტუაციას უნდა მოარგოთ, ხო? ამიტომ ჩემო სიხარულებო, მაინც თქვენი ქვეცნობიერი ამ ურთიერთობას, ასე ვთქვათ, მის ტირის, მის გამო ძალიან რთულად გადაიტანეთ ეს განშორება. ვიტყვი იმას, რომ ეხლა თქვენი იმყოფებით მაინც იცით როგორ პერიოდში მოდით უფრო მარტივი გასაგები რომ იყოს ესე აუხსნი, როდესაც ადამიანს რაიმე ვირუსი შეხვდება და კურნალობას როდესაც გადის და გამოჯანმრთელების პირას რომ არის, აი ზუსტად ასეთ სიტუაციაში იმყოფებით თქვენ. ამიტომ სულ ცოტაც გაკლიათ, სულ ცოტაც რომ განიკურნოთ იმ დარდისგან და იმ ცუდი ასე ვთქვათ ემოციებისგან, რა ემოციებიც დაგიტოვათ ბოლო ურთიერთობამ. მაგრამ მე აქ ხედავ, იცით რას, მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც შინაგან სამყაროს ებრძვით, საკუთარი თავი გამოგყავთ, ანუ ამ მდგომარეობიდან და მომავალს მაინც პოზიტიურად უყურებთ, ანუ იწყებთ უკვე იმაზე ფიქრსაც, თუ თქვენი მომავალი როგორ დაალაგოთ, რა გზას დაადგეთ, ცდილობთ კიდევაც აქ გადაიტანოთ საქმეზე ყურადღება, კონცენტრაცია მოახდინოთ საქმეზე, რაც ძალიან გშველით თან და გამოყავხართ ამ სიტუაციისგან და ჩვენ აქ ვეკითხებით, თუ ხართ თუ არა მზად ახალი ურთიერთობისთვის, მოდით რას გვეტყვის. მე აქ მაინც ვიტყოდი იმას, რომ თქვენ იკრებთ ძალებს, რომ ცხოვრების ახალ ასპარეზზე, ახალ ეტაპზე გახვიდეთ, გამოხვიდეთ იმ ქაოსური მდგომარეობიდან, რა ქაოსურ მდგომარეობაშიც იყავით, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ კარგი და დიდი გამოცდილება მიიღეთ ამ ურთიერთობისგან და ამ ურთიერთობამ თქვენ მოგცათ და შეგძინათ ისიც, რომ ყველა საქმეში უნდა იყოთ პირველი, შემტევი, საკადრისი ასე ვთქვათ, პასუხი უნდა გასცეთ ყველას. და ეს ურთიერთობა თქვენთვის იყო ძალიან ტრანსფორმაციული ძვირფასებო, იმდენად ტრანსფორმაციული, რომ მომდევნო ურთიერთობა თქვენთვის აბსოლუტურად სულ სხვა დონის ურთიერთობა იქნება, ანუ ის ყველაფერი აღარ იქნება და აღარ განმეორდება, რაც იყო თქვენს ურთიერთობაში, იმიტომ რომ მე აქ ვხედავ, რომ თქვენ რა გაკვეთილიც უნდა გაგევლოთ თქვენს ყოფილ პარტნიორთან, ის გაკვეთილი, ასე ვთქვათ, 10-იანზე ჩააბარეთ, ამიტომ პარტნიორს რაც უნდა ესწავლებინა თქვენთვის, თქვენ უკვე გასწავლათ და ამის გამო მოხდა თქვენი ასე ვთქვათ დაშლა და აი ეხლა უკვე ამ ეტაპზე, ხო, მომდევნო ეტაპზე, ანუ თქვენი ახალი ურთიერთობა იქნება აბსოლუტურად სულ სხვა დონის, ისეთი დონის, სადაც თქვენ სიტყვას ექნება წონა, თქვენს ემოციებს ექნება წონა, იქ სადაც შეიძლება იგრძნოთ თავი ლიდერად, მნიშვნელოვნად, ანუ თქვენი პოზიცია არ იქნება უარყოფილი და თქვენი სიტყვა ყოველთვის იქნება, იცით რას ვიტყვი, შესაძლოა წინა ურთიერთობაში, თუნდაც თქვენი სურვილები, თუნდაც თქვენი მიზნები, მიღწევები არ იყო აღიარებული. აი აქ მომდევნო ურთიერთობაში აბსოლუტურად და რადიკალურად განსხვავებული იქნება ყველაფერი, იქნება თქვენი დაფასება, იქნება პარტნიორთა ურთიერთობა, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, ანუ თქვენი დაფასება მოხდება მომდევნო ურთიერთობაში და მე იმას ვიტყვი, რომ აი ეს ზუსტად
ეს ახალი მომდევნო ურთიერთობა ძალიან სწრაფი და ძალიან გადამწყვეტი იქნება თქვენი ცხოვრებისთვის. და ეს ურთიერთობა ძვირფასებო იქნება საკმაოდ დიდხნიანი თან და იქნება მაღალი ძალების მიერ გამოგზავნილი თან ეს ურთიერთობა. ის დანაკლისი და ის დანაკარგი, რაც გქონდათ, აბსოლუტურად ყველაფერს იტოვებთ წარსულში და მომავალში. შეხედეთ, ვინ მოდის? თასების მეფე მოდის ძვირფასებო. ადამიანი, რომელიც გაგაღმერთებთ, ადამიანი, რომელსაც ძალიან ეყვარებით, ადამიანი, რომლისთვისაც იქნებით პირველი ადამიანი მის ცხოვრებაში, მოდით ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც პირველ ეტაპზე დააყენებს ყველასაგან განსხვავებით და მე ახლა მინდა ვნახო დედოფალი. კი ბატონო. აქ იმას მეუბნებიან, რაც უკვე გითხარით, თქვენ ამ ურთიერთობისთვის მზად კი არა, ძალიან მზად ხართ თან. მინდა გითხრათ ძვირფასებო, იმიტომ რომ თქვენ ამოხვედით, მე დედოფალს ვეძებდი, მაგრამ იმპერატრიცა ამოვიდა, იმპერატრიცა ქალი, რომელიც არის აბსოლუტურად ბუნებით დაჯილდოვებული ყველანაირი თვალსაზრისით, ძლიერი ადამიანი, ნუ სხვანაირად არც იქნება და ვერც იქნება. ხო? აქ ისეთი რაღაცები მომიყვა ტარომ დღეს, რომ აუცილებლად იმპერატრიცა უნდა ყოფილიყავით თქვენ. კარგით, მას გავარკვიეთ, რომ ადამიანი, რომელმაც დაამთავრა ურთიერთობა და იყო ახლის მოლოდინში, მის ცხოვრებაში შემოდის ისეთი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულ ურთიერთობას შესთავაზებს, ხო? და ადამიანი, რომელიც ორჭოფობდა და არ იცოდა, რომელი არჩევანი გაეკეთებინა, ის აკეთებს არჩევანს ძველ პარტნიორთან რჩება, ხო? და შემდეგი პოზიცია, ვინ შემოვა, ესე იგი შენს ცხოვრებაში, ჩვენ აქ ტარომ გვითხრა, ისედაც ხო ვინ შემოდის, მაგრამ მოდით ვნახოთ მაინც სიღრმისეულად კიდევ უფრო რას გვეტყვის კიდევ ერთხელ. ისე თქვენს ცხოვრებაში, ჩემო სიხარულებო, აქ დასტა ისევ იმას მეუბნება, რომ თქვენ ერთი ურთიერთობა უკვე დაასრულეთ, ეს ურთიერთობა, ამ ურთიერთობამ თქვენ ძალიან ჩაგაფიქრათ, ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეთ, ჩემო ძვირფასებო და ეხლა ხართ ზუსტად აი ისევ იმ ფიქრებში, ცხოვრების ახალფეხადგმული ბავშვივით ხართ, ანუ ახლიდან ცდილობთ ცხოვრების დაწყებას, ჩემო ძვირფასებო. ვნახოთ, ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ცხოვრებაში ძვირფასებო შემოვა ისევ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოლოდინში არიან, ახალი ურთიერთობისთვის მზად არიან, მათთან შემოდის ადამიანი, რომელიც არის საკმაოდ, იცით როგორი, საკმაოდ განათლებული და ბრძენი. მე აქ იმას არ ვიტყვი, რომ განათლება ეხლა მოდით არ წავიდეთ დოქტორანტურის და იმით დამთავრებით, შესაძლოა ზოგისთვის ეს ვარიანტიც იყოს, ხო? საჯარო გაშლა არის მაინც, ხო? მე აქ ვიტყვი, რომ ადამიანი, ანუ შინაგანად, როგორც ადამიანი არის დაბრძენებული, ანუ არ არის პატარა ბავშვი, ანუ პატარა ბიჭი, აქ არის ძალიან ჩამოყალიბებული ადამიანი, თუნდაც ასაკით შეიძლება იყოს პატარა, მაგრამ იგი თავის ასაკთან შედარებით უფრო მომწიფებული აზროვნების არის და საკმაოდ გამოცდილი ადამიანი არის.
ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ამ ადამიანის თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის შემდეგ იგი გაგიზიარებთ თავის ენერგიებს და თავის ძალას, თითქოს ძალების გადანაწილება მოხდება, აი რაღაცა მთლიანად შეგავსებთ თავისი სიძლიერით, შემოსიხარულებო. ხოლო იმათთვის კი ვინც გადაწყვეტს თავის ანუ მეორე ასე ვთქვათ სიტუაცია ხო იქ როდესაც ადამიანი აქ თქვით ადამიანი რომელიც გზაგასაყარზე დგას და არჩევანის წინაშე დგას ხომ აი ის იმ ადამიანისთვის მომავალი იქნება იცით როგორი აი რაღაცა მშვიდი მაღალი ძალებისგან დალოცვილი ძალიან აი ჯანსაღი ურთიერთობა ექნება, ანუ ის განსაცდელი და ის ყველაფერი აბსოლუტურად ჩაივლის და ანუ უკანა პლანზე მოიტოვებს შემოსიხარულება, მოიტოვებთ. კი ბატონო და აქ იქნება ახალი ცხოვრების დასაწყისი. ახალი ცხოვრების დასაწყისი და ის თქვენი მღელვარება აბსოლუტურად ყველანაირი დარგი უკან იქნება მოტოვებული და წინ ძალიან დიდი ბედნიერება გელით ჩემო ძვირფასებო, რასაც მე ნამდვილად გისურვებთ, ხომ? მოდით ახლა ვნახოთ რჩევა მაღალი ძალებისგან, ნახოთ რას გვირჩევენ მაღალი ძალები, ხომ? ნახოთ. მაღალი ძალები რას გვირჩევენ ჩემო სიხარულებო? პირველ რიგში იმას გვირჩევენ, რომ აქ მიყვეთ თქვენს სურვილებს და თქვენს გონებას მიიღოთ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება, რომელსაც გონება გკარნახობთ, ჩემო ძვირფასებო, აქ მე ვხედავ, იცით რას? მაინც იცით რა არის ადამიანები ზოგადად ყველა ადამიანს გვაქვს ანუ თავისუფლები ვართ ხომ ჩვენი თავისუფლები ვართ ხომ მართალია ანუ ჩვენ განვაგებთ ჩვენს ცხოვრებას მიუხედავად იმისა რომ როდესაც დედამიწაზე მოვდივართ ასე ვთქვათ ჩვენთვის შედგენილი არის პროგრამა თუ როგორ უნდა განვლიოთ ეს წუთისოფელი რა გაკვეთილები უნდა გავიაროთ მაგრამ მიუხედავად ამისა რა თქმა უნდა ნებისმიერ ჩვენთაგან შეგვიძლია ანუ საბოლოოდ მაინც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ის რაღაც გავაკეთოთ თუ არა, ხო? აი აქ ზუსტად დასტა ამას მეუბნება, რომ სამართლიანები უნდა იყოთ და თქვენი გადაწყვეტილება აუცილებლად სამართლიანი უნდა იყოს. მე აქ იმასაც ვიტყოდი, რომ ადამიანის ცხოვრებაში ვისთანაც ახალი პარტნიორი შემოვა ეს ურთიერთობა მაინც ვიტყოდი, ну ბევრისთვის არა, მაგრამ არ შემიძლია მაინც ვთქვა ეს ურთიერთობა ქორწინებით დამთავრდება, ჩემო ძვირფასებო. უბრალოდ თქვენ იყავით, იცით როგორ პოზიციაში, ნეიტრალურ სიტუაციაში იყავით, იმიტომ რომ აქ ძალიან უცბად, აი ზუსტად მაშინ, როდესაც თქვენ არელით და ფიქრობთ, რომ დამთავრდა, ანუ რაღა უნდა მოხდეს მეტი ხო, ჩემს ცხოვრებაში, ან ალბათ საერთოდ არ შემოვა ხო, ახალი პარტნიორი, აი ზუსტად მაშინ, როდესაც იქნებით ეს იმედი რომ გადაგეწურებათ, ხო? აი ზუსტად მაშინ შემოვა თქვენ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი. ანუ ბედის ბორბალი კარს ზუსტად აი იმ პერიოდში მოგიკაკუნებთ, მაშინ, როდესაც თქვენ არელით. ასე რომ მაღალი ძალები გირჩევენ, რომ თქვენ იყოთ მშვიდ ვიბრაციებში, მშვიდ ენერგიებში, ძვირფასებო, არანაირი დარდი, არანაირი ტირილი, აი დავაკლავი, ასე ვთქვათ, ხომ, დაივიწყეთ ის წარსული ურთიერთობა, გაანულეთ აბსოლუტურად ყველაფერი, ჩემო სიხარულებო და იყავით ზუსტად, შეიძლება ვერ ხედავთ. ხო ეს რაღაცა ძალიან ისეთი პრიალა დასტა არის,
ლამაზი, მაგრამ ძალიან პრიალა, ხო? ეს არის ნულის არკანი, ანუ გაანულეთ ის თქვენი დარდები, ის თქვენი ყველაფერი, თუ რაიმე ფიქრები გაქვთ ისევ წარსულ ცხოვრებაზე. გაანულეთ ის ემოციებიც, რომლებიც არაფრის მომტანი არ არის, ანუ არაფერი კარგის მომტანი არ არის. გონებით იფიქრეთ ძვირფასებო, რათა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც თქვენ გაანულებთ ყველაფერს და შინაგანათაც კი, როდესაც მზად იქნებით, ჩემო სიხარულებო, და როდესაც როგორც გარედან, ისე შიგნიდან თქვენი მე იქნება მზად ახალი ადამიანის და ახალი ურთიერთობის მისაღებად, სწორედ მაშინ შემოვა თქვენ ცხოვრებაში ახალი ადამიანი, რომელთანაც გექნებათ, ნახეთ, როგორი ლამაზი სიყვარული, რომელიც თან საზეიმო სიტუაციას მოგიტანთ და შეგიქმნით, ჩემო სიხარულებო. ასე რომ იმედი მაქვს, რომ ცოტათი მაინც გაგახარეთ, ხო? გისურვებთ ბედნიერებას, დიდ სიყვარულს და ყოველივე საუკეთესოს. ნახვამდის.